მე არ ვიცნობ ჩემის ირგვლივ არც ერთ ოჯახს, ვისაც ერთი წევრი მაინც არ ყავს ემიგრაციაში. 6 წელი მაგალითად ჩემი მშობლები ჩემს ძმას ვერ ნახულობდნენ, ხო და მშობლების დასაფლავებაზე ვერ ჩამოდის ხალხი, იმიტომ რომ რაღაცა სიტუაციები არის. რაღაც ოქროს ზოდები რო ვდავთ სახლში, ვეღარ აღვიქვამენ, რომ ეს რაღაცა ჩამოფრინდი ეხა არჩევნებისთვის ესე არ ხდება. ერთ დღეს ამ Eagle Hills-ზე ვსაუბრობთ, მეორე დღეს მიგრანტებს საარჩევნო ხმისუფლება ერთმანეთთან დაკავშირებულია, იმიტომ რომ ზუსტად მსგავსი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკის ექსპანსიის შედეგია უწყვეტი გადინება საქართველოდან. თბილისში ამ წუთას უძრავი ქონების, მათ შორის საცხოვრებელი ბინების ფასი უტოლდება ბევრი განვითარებული ევროპული ქალაქის პრესტიჟული ბინების ფასს. ხო, ეს ხო მნიშვნელოვანი და საინტერესო ფენომენია, რომლის სოციალურ და ეკონომიკურ კომპონენტების ანალიზსაც ჩვენ არ ვაკეთებთ და მე ამიტომ გრჩება და ამას ხო არაფერი არ რეგულირებს. ცალკე ამბავია, მოკლედ ეს ეკონომიკური ბუშტი, რომელშიც ვართ, ეს დეველოპერული სექტორის გამდიდრება რო არის უდიდესი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და ამას ეხლა ხო ფაქტობრივად ამ Eagle Hills-ის პროექტიც ამას ამბობს. მეორე მხრივ ეს ამ დეველოპერულ კომპანიებს ფლობს ბანკები, საშუალოდ ყოველთვიური გასავალი თუ გაქვს 3000 ლარი, 2900 ლარის მიდის პირდაპირ პროცენტში და 100 ლარი ჩემი თვალით ვნახე კონკრეტულად ამ ხელშეკრულების მაგალითზე რა ვთქვა 100 ლარი ძირში. ხო და ამით იმის თქმა მინდა რომ გზა არის უბრალოდ ემიგრაცია სახლის შესაძენად ხო საქართველოში. ნამოხმარხესის პროტესტის დროს ემიგრანტების მხარდაჭერას ძალიან დიდი როლი ჰქონდა ხო? კანონებით რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში მიიღეს, ესაც ხო შეიზღუდა. ანუ ემიგრანტების გადმორიცხვებიც კი უცხოურ გავლენებში გაიყვანეს. ამ ხრივ მონაწილეობის საშუალებაც ხო გადაუკეტეს ემიგრანტებს. ეხლა საერთოდ ანუ ფაქტიურად მოქალაქეობის ჩამორთმევა უარყოფა ამ ადამიანებს და დაყვანა ამ ადამიანებს, ხოლო თქვენ მარტო ფული გამოაგზავნეთ და მე თქვენ მოკლედ არავინ არაფერს არ გეკითხებათ რა.